2010 წელს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილება გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის 9 თვეზე მეტი დაუჯდა. სწორედ დღეს სასამართლოს ხდომაზე ამ მიზეზით მან საქართველოს ჩრდილოეთ კორეაში ადარა. 2010 წელს მიღებული ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით გაუქმდა. როგორ შეხვდა უკაცრავად მმართველი გუნდი სასამართლოს გადაწყვეტილებას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე უპასუხებს საკანონმდებლო ორგანოდან 2030 შეკითხვებს. ქალბატონო მანანა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო. ქალბატონო მანანა, გიგი უგულავა. მოგესალმებით, ქალბატონო მაკა, მივესალმებით ტელემაყურებლებს. გიგი უგულავა აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთს და ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ეს ნორმა ადამიანის უფლებებს არღვევდა? მე ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, გუშინდელი გადაწყვეტილება მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. სასამართლომ გააუქმა ის ნორმა, უпростоრად არაკონსტიტუციურად ცნო, რომელიც როგორც თქვენ ბრძანეთ, დიახ მიღებული იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს და სწორედ ამ ნორმის საფუძველზე არაერთი შეიძლება ასეული პირიც იმყოფებოდა წლების განმავლობაში პატიმრობაში. შესაბამისად, თუ კი რაიმე ირღვეოდა იმ ნორმით, იმ კანონით, რომელიც წინა რეჟიმის პირობებში იყო მიღებული. და თუ სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსი არღვევს ადამიანის უფლებებს, რა თქმა უნდა, პროგრესულია, რომ სასამართლომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც მიიღო და დამერწმუნეთ მსგავსი რამ იქნებოდა ძალიან რთული, ძალიან პრაქტიკულად მიუღწეველი წინა ხელისუფლების პირობებში. არც ერთ ადვოკატს აღნიშნული ნორმა არ გაუსაჩივრებია. მე ვერ გეტყვით, ახლა შეიძლება მის შინაარსში არაკონსტიტუციურობა ვერ დაინახეს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ალბათ მიზეზი უფრო ის იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არათუ აკმაყოფილებდა ასეთი ტიპის სარჩელებს, არამედ დასაშვებათაც კი არ ცნობდა და არაერთი საქმე იყო ასეთი ტიპის. მე მახსენდება მაგალითად სულხან მოლაშვილის საქმე, როდესაც მან მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, სხვათა შორის მას სწორედ წინასწარ პატიმრობასთან ჰქონდა პრობლემა და პატიმრობის ვადის გაგრძელებასთან, რომელზეც სასამართლო კონტროლი არ არსებობდა იმ პერიოდში და მას არ შეეძლო გასაჩივრებაც კი პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის ბრძანების, იყო ასეთი პერიოდიც და არათუ დაუკმაყოფილეს მას ეს სარჩელი, არამედ დასაშვებათაც კი არ ცნეს და უფრო მეტიც, როდესაც შუამდგომლობდით, მე ვიყავი მაშინ მისი ადვოკატი სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის წინაშე და ვითხოვდით, რომ ის პროცესზე მაინც მოეყვანათ. როდესაც იხილებოდა დასაშვებობის საკითხი, მაშინ ის სასამართლო დარბაზშიც კი არ წარმოადგენს. გასაგებია, ქალბატონო მანანა. ასეთი რეჟიმი იყო, ასეთი პერიოდი იყო, ასე რომ მე მიხარია, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა რეჟიმი, მმართველობა, სააკაშვილის რეჟიმი, დიახ, და შესაძლებელი ხდება, რომ სასამართლომ ხელისუფლებისგან ყოველგვარი ჩარევის, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ქალბატონო მე მანანა. ერთი რამ მინდა ვთქვა. მოკლედ თუ შეიძლება. მინდა ვთქვა, მთავარია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას ეხემძღვანელა მხოლოდ შინაგანი რწმენით, სამართლებრივი პრინციპებით, სამართლის ღირებულებებით, კანონით, სამართლით და არ ყოფილიყო ინდივიდუალურ მოსამართლეებზე რაიმე გავლენა ნაციონალური მოძრაობისგან და ყოველგვარი ეჭვი ამის შესახებ უნდა იყოს გამორიცხული. იცით რა არის, გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა ნიშნები, კითხვები მასთან დაკავშირებით, თუ რატომ ასე ფორსირებულად, რატომ ასე მაგალითად წევრი მოსამართლის მიმართ აშკარა რაღაც გარკვეული ზემოქმედების მოხდენის ნიშნებით, სავადმყოფოში მისვლით სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან, რაც ნამდვილად ალბათ ცდება ყოველგვარ ზღვარს, ამან გააჩინა კითხვები, იმიტომ რომ იცით იქ არიან მოსამართლეები, რომლებიც ამ კითხვებზე პასუხები ვისგან უნდა მივიღოთ, ქალბატონო მანანა? ვინ არის პასუხისმგებელი ასეთ შემთხვევაში? იცით რა ხდება, სასამართლო ხელისუფლება თავისთავად ხელისუფლების ნაწილია, როგორც საერთო სასამართლო ხელისუფლება, ასევე საკონსტიტუციო სასამართლო. ეს არის ხელისუფლების ნაწილი და ჩვენ რა თქმა უნდა არ ვერევით სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოს და არც საერთო სასამართლოების, მაგრამ ნუ ვიცით რომ მოსამართლეთა ნაწილი
არის სწორედ წინა ხელისუფლების დროს არჩეული, მათ აქვთ თავისი ვადები, ამიტომ შეიძლება ეჭვები საზოგადოებას აქვს, შეიძლება ეჭვები მეც მაქვს, მაგრამ ბუნებრივია ხა მე ეჭვი მაქვს თუ არა, არაფერს არ ნიშნავს. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სასამართლოს, ჩვენის უნდა აღვასრულოთ და ბუნებრივია მას აღვასრულებთ და ამ ქვეყანაში იქნება დემოკრატიული, ასე ვთქვათ, პროცესები. ის რომ 9 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა გიგი უგულავასთვის დაყენებული ბრალის დამტკიცება. არის თუ არა ეს მოქმედი ხელისუფლების სისუსტე? მე ამას ესე პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების სისუსტე. ვინაიდან ბოლო ინფორმაცია, რაც დაუშვათ ჟღერდებოდა უგულავას საქმესთან დაკავშირებით და მე ეს ყველაფერი ვიცი მედიით და ჩვენ არ ვერევით ამ პროცესებში და ჩვენ არ ვაკონტროლებთ რა ხდება სასამართლო დარბაზებში, ეს დრო დამთავრდა, კიდევ ერთხელ ხას უსვამ, ვიცი რომ თავად დაცვის მხარე პროკურატურის საქმიანობას როგორ აფასებთ უგულავას საქმესთან დაკავშირებით? გეტყვით დავასრულებ ერთი წუთი თუ შეიძლება. ესე იგი, ყველაფერს აკეთებდა დაცვის მხარე იმისთვის, რომ გაეჭიანურებინა პროცესები, ხშირად, ასე ვთქვათ, უსაფუძვლო შუამდგომლობებით, დაცვის, ასე ვთქვათ, ადვოკატების აცილების მოთხოვნით, ბოლო ეტაპზე, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე. ეს არის გარკვეული ხრიკები, რომელსაც მიმართავენ ადვოკატები და ეს არის ხელოვნური გაჭიანურების გარკვეული მცდელობები, ასე რომ თუ სასამართლომ განაჩენი დაუშვათ დროულად ვერ დააყენა, ეს არ შეიძლება ესე ცალსახად მივაწეროთ პროკურატურას და ვთქვათ, რომ პროკურატურა არის სუსტი. დაველოდოთ სასამართლოს განაჩენს, სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ მტკიცებულებები არ არის საკმარისი, თუ ასე ვთქვათ, ბრალის დადასტურება ვერ ხერხდება შესაბამისი არგუმენტებით, შესაბამისი ფაქტებით, ბუნებრივია სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დასტურდება, ეს აისახება განაჩენში და არ არის სწორი, ეხა მე განაჩენამდე რამოდენიმე საათით თუ დღით ადრე ვიძახო მას რა, ასე ვთქვათ, მის მიმართ რა ზომას გამოიყენებს სასამართლო. ეს არ იქნება სწორი, შვიდად, წყნარად დაველოდოთ სასამართლო ხელისუფლებას. კარგია, რომ ამ ქვეყანაში დადგა დრო, როდესაც სასამართლოები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. გმადლობთ 20-30-ის შეკითხვებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პასუხობდა და უბრუნდებით სტუდიაში. ამჯერად უკვე ჩვენ შეკითხვებს ადვოკატები მამუკა მდინარაძე და შალვა ხაჭაპურიძე უპასუხებენ. ბატონებო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო მამუკა, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და იმაზე თუ ვთქვათ, როგორ უნდა აღსრულებულიყო ზოგადად ეს გადაწყვეტილება, მივიღეთ ძალიან ბევრი პასუხი და იყო მთელი დღის განმავლობაში აზრთა სხვადასხვაობა. თქვენი შეფასება როგორია? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. უკვე მე როგორც ვიცი, აზრთა სხვადასხვაობა აღარ არის თითქმის იმასთან დაკავშირებით, იურისტები თანხმდებით, რომ ესე პირდაპირ აღსრულება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების რომ მიხვიდეს სადღაც ამ გადაწყვეტილებით ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებაზეა საუბარი და მოითხოვო ნებისმიერი უწყებისგან პირისაგან მისი ესე პირდაპირ აღსრულება, ეს არის არაკანონიერი მოთხოვნა. მაგრამ, როდესაც ამ გადაწყვეტილებით მიდიხარ სასამართლოში, შუამდგომლობ რომ გადაწყვეტილება აღსრულდეს, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს პირს აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობა ეს აღკვეთის ღონისძიება, ის უნდა გააუქმოს ან შეცვალოს სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოდგება მხოლოდ იმისათვის, რომ ის საფუძვლად დაედოს შემდგომში სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ან გაუქმებას. ხა რაც შეეხება თვითონ იმ საკითხს, რაზეც იურისტები ვკამათობ და მე ვფიქრობ, რომ ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში ეს იქნება ის არც თუ იშვიათი შემთხვევა, როდესაც იურისტები კამათობენ და კონსენსუსამდე ამაზე ვერ მევალთ. ამაში თამერწმუნეთ, იმიტომ რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ 9 თვიანი პატიმრობა არ უნდა ადამიანის პატიმრობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვის, ეს არის უკვე დაწერილი ნორმა, თუმცა ინტერპრეტირება აქამდე კანონის მიხედვით იყო სხვაგვარად და შესაძლებელი. სწორედ ამაზე გააკეთა თავისი რეაგირება საკონსტიტუციო სასამართლომ და თქვა და დავაზუსტებ, რომ არა ნორმის
თვითონ გაუქმება მოხდა, არამედ ნორმის შინაარსის ამგვარი აღქმის შესაძლებლობის საშუალება მოსპო საკონსტიტუციო სასამართლომ. გასაგებია. ბატონო შალვა, ნორმა რომელიც გაუქმდა არ არის 1 და 2 წელი, ხო? რამდენიმე წელი 2010 წლიდან არსებობს. ამ დრომდე თქვათ, რატომ ვერ მოხერხდა მისი გაუქმება? ბუნებრივია, ეს შეკითხვა ჩნდება. არა პროტესტებდით, თუნდაც ადვოკატები მაგალითად ამ ნორმაზე. ბატონო, მადლობთ მოწვევისათვის. პირველ რიგში მე შევეხები იმ საკითხს, რომ რა წერია ამ გადაწყვეტილებაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, ამ წუთამდე ჯერჯერობით არც ერთი ადამიანისთვის საქართველოში ცნობილი არ არის. გადაწყვეტილება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება, ეგზავნება ის პარლამენტს, ეგზავნება პრეზიდენტს, ეგზავნება უზენაეს სასამართლოს. ამის გაგზავნის ვალდებულება აკისრია საკონსტიტუციო სასამართლოს და შემდეგ ეს სამი სტრუქტურა, სამი ხელმძღვანელი პირი იღებს გადაწყვეტილებას გაატაროს ესა თუ ის ღონისძიებანი. სამწუხაროდ ეს ჯერჯერობით არ გაკეთებულა, რამდენიმე წუთის სივნახე საკანონმდებლო მაცნე და იქაც არ იყო გამოქვეყნებული. ამიტომ სრულყოფილად ვისაუბროთ ჩვენ ამ გადაწყვეტილებაზე, ცოტა ძნელია, მაგრამ ის ინფორმაცია მწირი რაც გაგვაჩნია, ამაზე შეიძლება გაკეთდეს გარკვეული კომენტარები. პირველ რიგში აბსოლუტურად კარგი შეკითხვა დასვით, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობთ ადვოკატები, არაერთხელ მივწერეთ ჩვენ იურიდიულ კომიტეტს, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს, რომ არა მარტო ამ მუხთან დაკავშირებით, არა მარტო მე წამოღებული მაქვს თვითონ სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელშიც არსებობს უამრავი ნორმები, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავი, ურთიერთსაწინააღმდეგოც კი არის. და ჩვენ ამაზე ხშირად სემინარებს ვატარებთ, ხვდებით პარლამენტარებს, მით უმეტეს ჩვენი კოლეგები, აი ქალბატონი მანანას ჩვენი კოლეგა ადვოკატი გახდათ და გვაქვს საუბრობი, მაგრამ სამწუხაროდ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რატომღაც ამდენხან რეაგირება არ მოახდინა. ეხლა რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ მოსამართლე ასეთი მაღალი რანგის მოსამართლესთან საავადმყოფოში მივარდნენ გარკვეული კი არა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. საქმე იმაში გახლავთ, რომ თუ დააკვირდებით, კარგად ვნახავთ, რომ სანამ საკონსტიტუციო სასამართლომ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადება, იქვე განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღო მოსამართლე მერაბ ტურავამ. მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ მოსამართლე მერაბ ტურავამ ამ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერს. რა მოვლენასთან აქვს ჩვენ საქმე? თუ მოსამართლე იღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში, მას უფლება აქვს დაწეროს თავისი განსხვავებული აზრი, მაგრამ იგი ვალდებულია ხელი მოაწეროს. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ტურავა ავად იყო, უფრო მეტიც ავადმყოფობის გარდა მან განმარტა და თქვა, რომ მას ჭირდება გონივრული ვადა, გონივრული ვადა შეიძლება განისაზღვროს 1 დღიდან 10 დღემდე ვადით და ის ან დაწერდა განსხვავებულას, ან მოაწერდა ხელს. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ ისე რომ საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს არ მიცეს საშუალება რომ გაცნობოდა ამ დოკუმენტს და ხელი მოეწერა. დიახ, მე რა თქმა უნდა ზეწოლაზე ვსაუბრობდა. საქმე იმაშია რომ გარკვეული საუბრები ჰქონდა ჩვენ მედპერსონალთან, რომლებიც სადაც მიაკითხეს ტურავას და რამ განაპირობა ეს ყველაფერი, მოკლედ რომ გითხრათ ბატონო შალვა. ვერ გეტყვით, ალბათ ტურავას ჰქონდა გარკვეული განსხვავებული აზრი და ეს განსხვავებული აზრის გამოთქმის შესაძლებლობა ამ ადამიანს არ მიაქვს. ეხლა საქმე იმაში მდგომარეობს, რომ არსებობს მოწამლული ხის პრინციპი, რომელიც შედეგად აყენებს და თუ ეს გადაწყვეტილება არალეგიტიმური არის და ჩვენ თვლით გარკვეული იურისტების ნაწილი რომ არალეგიტიმურია, მაშინ რა თქმა უნდა გასაგებია, ორივეს მინდა კითხოთ. მაშინ ეს გადაწყვეტილებაც არალეგიტიმურია. დღეს ვანო მერაბიშვილმა პროცესი განაცხადა, ბატონო მამკა, თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ შემთხვევას ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ვინმეს წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვეზე მეტხანს გაგრძელებოდა. ვერ გაიხსენებთ? ასეთი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მაგალითად 2010 წელს, რომელზეც ჩვენ წეგან ვსაუბრობდით, არ დაჭირდებოდა არც პროკურატურას და არც სასამართლოს ამდენი ხანი ადამიანის პასუხისგებაში მისაცემა და შემდეგ მის მიმართ განაჩენის გამოსატანად. ეხლა ეს უნებრივი არ არის ულტრირებული ჩემს მიერ, 1-2 თვეში მთავრდებოდა ყველაფერი ამ წლებში ჩვენთვის ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მე მინდა დავამატო ხოლმე რამდენიმე წინადება, რომ ჩვენი მაყურებელთათვის კარგად იყოს გასაგები რა შეასაქმე და რა თქვა იმ თემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ, რაზე ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. მე პირადად მიმაჩნია, რომ დღეს გიგი უყვალო დაუყოვნებლივ და გათავისუფლდეს, ასეთია. მოუწონს ეს ფილმი თუ არ მოწონს თუ პირადად მე თუ სხვა სტრას შემდეგ ეს არის მიღებული გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება უნდა ახსნას. მაგრამ აქ არის მეორე საკითხი, რაზეც ვსაუბრობდი ზეგან დავამთავრე, რაც იქნება საკამათო სულ. იქ არის ესეთი ჩანაწერი იმ შინაარსის განმარტებაში ამ ნორმის, რომ თუ ადამიანის მიმართ ბრალია წარდგენილი
ან ბრალდების წარდგენის საკმარისი საფუძველი იყო და ამის შემდეგ, აი ყურადღება მიაქციეთ, ძალიან მნიშვნელოვანი, მე მინდა რომ ყველა მის გაიგოს კარგად. ამის შემდეგ პატიმრობის ვადა აღემატება 9 თვეს პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვები შეიძლება გაჩნდეს, იმიტომ რომ ბრალდების უბრალოდ დაცვის მხარეს უგულავარ შემთხვევაში შეიძლება მოუწიოს იმ საქმეზე, რომელზეც შეიტანეს შუამდგომლობა, მტკიცება, რომ 9 თვით ადრე, დღევანდელი დღიდან და უფრო ადრე უკვე გამოვლენილი იყო მეორე საქმეზე ბრალდების წაყენების საკმარისი საფუძვლები და თუ ეს რისკი მათ შესაბამისად ვერ გაწიეს და უბრალოდ ვერ დაამტკიცეს ეს ასე იყო, შესაძლებელია ვიღაცამ იურისტმა მოსამართლემ ან სხვა მიიჩნიოს, რომ გათავისუფლების საფუძველი არ არის. და გათავისუფლდეს თუ არა გიგი უგულავი. იზერებთ რომ ეს უნდა გადაწყვიტოს საერთო სასამართლოება, მე როგორც ვიცი, რაც ინფორმაცია გამოჩნია, რამდენიმე საქმეზე აქვს მაგ პატიმრობა შეფარდებული, ამასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს კონკრეტული საქმის განხილვა თითოეული მოსამართლისგან და თუ მას მთლიანად ჯამში ამოწურული აქვს 9 თვიანი ვადა უნდა გათავისუფლდეს, თუ მას არ აქვს ამოწურული ეს ვადა, მაშინ იგი არ უნდა გათავისუფლდეს. და ძალიან მოკლედ მიპასუხეთ თუ შეიძლება ორიემ, რა იცვლება ვთქვათ ამ გადაწყვეტილებით ქართული მართლმსაჯულებისთვის? ზოგადად ქართული მართლმსაჯულებისათვის იცვლება ის, რომ ამიერიდან 9 თვეზე მეტი ვადით არ შეიძლება არც ერთი ადამიანი მოხვდეს ციხეში, ოღონდ წინასწარი პატიმრობის პირობებში. მეც ვეთანხმები, რა თქმა უნდა, თუმცა მინდა გითხრათ, პრეცედენტი ამდეხანა მსგავსი არ ქონია ნაციონალური მოძრაობის დროს, საქმეები მთავრდებოდა ძალიან სწრაფად და ფაქტობრივად არც კიდგებოდა ეს საკითხი, უბრალოდ იურისტებს გვაწუხებდა და მიდუწედით იურიდიულ კომიტეტს, მაგრამ თავად ის რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ასეთი ფორმის დადგენილი სამართლებრივი ფორმის დარღვევის გააკეთა, ეს გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, ეს ცუდია, მაგრამ ის რომ ადამიანის უფლებების კუთხით იდგმება ნაბიჯები, რა თქმა უნდა, წინ გადადგმულ ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით აქ ორიაზე არ არსებობს. ძალიან დიდი მადლობა, გვანდობთ 20-30 შეკითხვებს ადვოკატები მამუკა მდინარაძე და შალვა ხაჭაპურიძე პასუხობდნენ. რეკლამის შემდეგ უკვე სასჯელ ახსრულების მინისტრი კახა კახიშვილი 20-30-ში.